მაშინ, როდესაც სმოგია და რაც იყო თბილისში რამოდენიმე თვის წინ, ჩვენ ვაძლევდით რეკომენდაციას, რომ ეტარებინათ პირბადე. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დილის 7-დან დილის 10 საათამდე პერიოდში, როდესაც ყველაზე მაღალი კონცენტრაციით არის ეს ჰაერში, ამ დროს დილის 7-დან 10-მდე ალერგენებიც ამ დროს ყველაზე დიდი კონცენტრაციით არის ჰაერში. ბურო გავდივარ სასეიროდ გონია სუფთა ჰაერზე ვარ. მაგ დროს ფიზიკური აქტივობა არ არის მთლად მისასალმებელი. თან ყაზბეგის ქუჩაზე ვსეირნო ყაზბეგზე ხო, განსაკუთრებით. ყაზბეგი რაღაცნაირად არ ნიავდება, მიუხედავად მეც იქ ვცხოვრობ და მგონია რომ რაღაცა ისე რატო ანუ ეს მაგ დროს იშვებს მაგ დროს კი ჩამოდის ადამიანის ანუ სასუნთქი ნაწილის მიმდებარედ და ამიტომ ალერგენების კონცენტრაციაც ამ დროს არის მაღალი და შესაბამისად ფიზიკური ხა ფეხით სიარული თქვა თუ ჩქარა არ დავდივართ კიდე შეიძლება მაგრამ განსაკუთრებით სირბილი ამ დროს არ არის მისასალმებელი მაგრამ ეს იმ შემთხვევაში დავედით ესე იგი იმ შემთხვევაში როდესაც რეალურად ნარინჯისფერან წითელ ზონაში ვართ ეს ხო ყოველდღე არ ხდება და ამიტომ უბრალოდ ყურადღებით ყოფნა საჭირო და დაკვირვება